ნახოთ რა გველოდება გველის წელიწადში წლის ბოლომდე. ბევრი აღარ არის დარჩენილი, მაგრამ არც ისე ცოტაა დარჩენილი. ნახოთ. ჩვენი ამბები გველის წელიწადში. მე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი. ეს ძალიან ელემენტარულია, რომ არ დარჩეთ ვალში ჩემს ენერგიასთან. თუ მოგეწონებათ, დაალაიქეთ. ასე უყურეთ ვიდეოებს, იმიტომ რომ თქვენ არაფერს არ იხდით ამისთვის და არ გჭირდება განვითარება. ხოლო ვისაც სურთ ჩემთან დაკავშირება, ჩემი ნომერია 591 233 507. აქტიური ვიბერზეც, WhatsApp-ზეც შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. აი, აქაც ჩქარობს ამ წელიწადს, გველის წელიწადს. რაღაცა მოდი ესე ვიტყვი, ჯანდაცვის სფეროში რაღაცა დახმარება. ან შეიძლება იყოს შეიძლება ჯანდაცვის სფერო კი არ იყოს, ეს იყოს სასიცოცხლოდ აუცილებლად საჭირო დახმარება, რომელიც მოვა აუცილებლად მეგობრებისგან. კრიზისი არის კარმული, კრიზისი არის საკმაოდ სერიოზული, კრიზისი არის ის, რაც დავიმსახურეთ, კრიზისი არის საკმაოდ მაკუთვნებელი. ნახეთ. მიუხედავად ამისა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, იქნება ძალიან, მოდი გაჩვენოთ. ძალიან ხისტი, მკაცრი რაღაცა დოკუმენტი საზღვარგარეთიდან, საკმაოდ მკაცრი, საკმაოდ ხისტი, საკმაოდ არადიპლომატიურიც, მჭრელი, ბასრი, მტკივნეული ვიღაცაებისთვის. ძალიან სტაბილური მეგობრული ურთიერთობა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, საიდანაც მოდის ეს დოკუმენტი, ძალიან ღრმა ჯაჭვი, რომელიც გაწყვეტა არ სურს არც ერთ მხარეს და აი ზუსტად ამ წელიწადს ამ წელიწადს არ გულისხმობ, რომ იცოდეთ 31 დეკემბრის ჩათვლით გველის წელიწადი ბევრად მეტხანს გრძელდება. მე მინდა ვთქვა, რომ პარლამენტის დამტკიცება ჩანს. მინისტრების დამტკიცება ჩანს, ახალი. რა ჩქარობს, ძალიან ჩქარობს კრიზისიდან გამოსავალი. ეს დოკუმენტი ედევს პირდაპირ ჩვენს კრიზისზე, რაც ჩქარობს, რომ გამოსწორდეს, რაზეც ძალიან დიდი ღმერთის წყალობაა და რაზეც, როგორ გითხრათ, ეს არის მეგობარი
უცხო საზღვარს იქით მყოფი მეგობარი სუბიექტების, ობიექტების, ქვეყნების, ორგანიზაციების არ ვიცი, მაგრამ არ იცი. როგორც ჩავადივარ სიტყვაში მათი დახმარება. ახალი სიცოცხლის თავბერვა. ახალი სახლი, იმიტომ ამბობ, ახალი პარლამენტი, ახალი მინისტრთა კაბინეტი, ახალი არჩევნები. ახალი სახე ამ ყველაფრისა, სხვათა შორის ძალებს, რომელსაც ვხედავ, ძალიან ახალია, ბევრი უცხო სახე იქნება, ძალიან უცხო, ძალიან ახალგაზრდა, ცოცხალი, რომლებშიც აი ძალიან დიდი სიყვარული, ენერგია და სულიერება. ძალიან უცხო იქნება ეს, ნახეთ, პოლიტიკაში, მთავრობაში ძალა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი სულიერი ენერგია და ძალა. ეს რაღაც ახალი ფენომენია, მაგრამ ამას დავინახავთ ჩვენ. ამას დავინახავთ. კრიზისი გამოწვეული ორი თავიდან და რას ნიშნავს ორი თავი? ჩვენ რო გონია, რომ ერთი თავი არის მართველი, თავის უკან კიდე მეორე თავია. ჯერი მეორე თავს უმართლებს ძალიან ჯერჯერობით. მაგრამ ერთ-ერთი თავი გაგორდება, როგორც იტყვიან. ჩქარობს ეს რაღაცა ძალიან ბასრი, ძალიან მტკივნეული რამ. ამაზე ილაპარაკებენ ყველგან რაღაცა ძალიან მომაკვდინებელი, ბასრი, მტკივნეული არცი მანქანას ეხება, ეს ტრანსპორტს ეხება. რაღაცა ხდება ტრანსპორტთან დაკავშირებით. მე ამაზე მითქვია წინა ვიდეოებში რა ხდება, მაგრამ მოდი ახლა არ გავამახვილებ ამაზე ყურადღებას. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ეს არის სატრანსპორტო საშუალება. როგორც თქვი, აბსოლუტურად ახალი სიცოცხლე, ახალი ძლიერი ძალით. იცი როგორი ენერგია თითქოს ზეციდან ჩამოვიდა არმია. ძალიან ძლიერი, სულიერი, ცოდნა რწმენა აქვთ ამ ადამიანებს. მე არ ავღნიშნავ, რომ ეს ადამიანები ასე ვთქვათ, საჩვენებლად როგორც გვჩვევია, უკვე ძალიან დიდი ხანია, ტაძრებში დადიან, ოფიციალურად განცხადებულად იცავენ მარხვას, რომ ყველამ გაიგოს, ყველა ეკლესიასთან პირჯვარს იწერენ, ამ ფორმალურებზე არ ვლაპარაკობ, შინაგანი რწმენა აქვთ რაღაცა, დიდებული სასწაული, მტკიცე. პირდაპირ იმდენად განვითარებული აქვთ ეს რწმენა და კონტაქტი სამყაროსთან, რომ თითქოს რჩევებს, გადაწყვეტილებებს იღებენ ამ დიდი ძალებისგან. ეს გათვითცნობიერებლად ხდება, გაუთვითცნობიერებლად, არ ვიცი, მაგრამ ესე ხდება. და ქვეყანაში არის სახელმწიფო, რომელიც ერთგულია და დარაჯია და მცველია ქვეყნის. ეს არის ბედის წერა, ეს არის კარმა, ეს წერია სამყაროს წიგნში და ეს მოხდება და აღდება ესე. ამინ. ამინ. ის ვინც გამარჯვებულად თვლის თავს, ძალიან ჭკვიანად, ძალიან გამარჯვებულად, ძალიან მოხერხებულად დაბნელდება მისი წარმატება. განსაკუთრებით ის წარმატება, რაც ყველაზე ძვირფასია მისთვის. ზუსტად ის მხარე დაბნელდება. და ეს არის მატერია, დიდი მატერია. აი რა ხდება იმათ თავს, იმათი დიდებულების თავს. ნახეთ, როგორ ესევიან, როგორ ჭამენ და ღრღნიან ქვეყნის ქონებას და ვირთხის ბოლო რა არის?
ნახავთ ამას ძალიან მალე, იმაზე მალე ვიდრე გქონია. ბევრი რეისი იქნება შორიდან შიგნით აქ. ბევრი რეისი და ამ რეისში თუ ამ რეისებში იქნებიან ზიური ადამიანები, ჰარმონიის მომტანი ადამიანები. ძალიან ძლიერი. ისეთ ძლიერ ქვეყანას ქმნიან, რომ ამ ქვეყანას უჭირავს მსოფლიო ლიდერების კაბინეტის გასაღები. ეს არის და იქნება ესე. ჩვენს ბედის წერის წიგნში ამოვა ვარსკვლავები და იკაშკაშებს მსოფლიო ვარსკვლავებს შორის ჩვენი ვარსკვლავით. ძალიან იკაშკაშებს, მაგრამ ამას წინ უძღვის კიდე რაღაც მძიმე მოვლენა. თუმცა ეს არავის ბრალი არ არის გარდა ჩვენი თავისა. ჩვენ ეს დავემსახურეთ. ჩვენ თავს თვითონ გამოვუწერეთ ეს რეცეპტი სამწუხაროდ. ბევრი ხვდება, უფრო ბევრი ვერ ხვდება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. აი, გაჩვენეთ. როგორი ძლიერი მართველი ჩანს, როგორ აძლიერებს ქვეყანას, როგორი სხდია, როგორ უჭირავს გასაღები, ეს ბედის წიგნი, სადაც როგორი ვარსკვლავებია. და ეს არის დაწერილი, ეს იქნება ესე. უძლიერესი ქვეყანა. მაგრამ ეს ყველაფერი გაივლის ტკივილზე. ძალიან დიდ ტკივილზე, რომელიც არავის არ უნდა დავაბრალოთ გარდა საკუთარი თავებისა. გეშდობებით ნათია შაი მომავალ ვიდეომდე. ვისაც სურთ ჩემთან დაკონტაქტება, ჩემი ნომერია 591 233 507.